როგორ უნდა შეაყვარო თავი ქალს მიმოწერაში. ზოგი ამბობს, რომ პირველმა არ უნდა მიწერო, ზოგი ამბობს, რომ დისტანცია უნდა დაიცვო, ზოგი კი ამბობს, რომ უნდა აიგნორო. რა მოხდება თუ ქალს შენ პირველი არასდროს მიწერ? რა და მე მგონი გასაგები უნდა იყოს, რომ ქალს არ შეუძლია სიჩუმის შეყვარება. ანუ თქვენს ჩატში მესიჯების არ არსებობა ვერ მოხიბლავს ქალს. თუ თქვენ რაღაც პერიოდი ორმხრივად იკონტაქტეთ და შემდეგ შენ თუ უცებ დისტანციაზე გახვედი, ან დააიგნორე და გაჩუნდი, პირველ ეტაპზე ქალს გაუჩნდება შემდეგი კითხვები. სად ხარ, რატომ დუმხარ, რატომ არ მწერ, რა მოხდა, ხო ყველაფერი კარგად გაქვს. და სამწუხაროდ ბევრი მიმართავს ამ მეთოდს იმ მიზნით, რომ ქალში გამოავიძოს ინტერესი. მაგრამ ეგრე არ მუშაობს. თუ ის არ მიიღებს გასაგებ პასუხს, რატომ დუმხარ, რატომ არ სწერ, რატომ აიგნორებ, მაშინ მალევე უბრალოდ ფეხებზე დაგიკიდებს. დისტანცია, პაუზა და იგნორი ეფექტურად მუშაობს მაშინ, როდესაც მიზეზი ქალისთვის გასაგებია. არც ერთ საღიგონების მქონე ადამიანს თქვენი კონტაქტის სტარტზე არ მოუნდება, რომ ძალით შეგიძლოს უკანალში. არ გინდა კონტაქტი? კი ბატონო, კარგადაც იყავი. ქალთან ურთიერთობის ეფექტური ალგორითმი გამოიყურება შემდეგნაირად. შენ ჯერ უნდა მისცე მას დადებითი ემოციები და მხოლოდ შემდეგ შეგიძლია პაუზის ჩართვა. და აქ ხაზგასასმელია პაუზა და არა იგნორი. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. მხოლოდ ამ შემთხვევაში ირთვება ქალში შენს მიმართ მიზიდულობა. ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს დადებითი ემოციები, რა უნდა მივცე ქალს. აქ არ არსებობს უნივერსალური პასუხი. მე აგიხსნი ლოგიკას და მექანიზმს და შენ უნდა მოარგო სიტუაციას. არსებობენ ქალები, რომლებსაც ცხოვრების ეულ საკითხებზე უნდათ უბრალოდ საინტერესო ბრჭყალებში ფილოსოფიური საუბრები და ასევე არსებობენ ქალები, რომლებსაც უბრალოდ ღადაობები და მუცლიდან ამომავალი სიცილი სჭირდებათ. და რა აერთიანებს აბსოლუტურად ყველა ქალს, რა არის მათში საერთო? რა და აბსოლუტურად ყველა ქალი, ვინც აქტიურად მესიჯობს, მაგ მესიჯობანას იყენებს როგორც ემოციების ბუსტერს. ანუ თუ მან ახალი კაბა იყიდა და ფოტოს თუ გიგდებს, ის შენგან ელოდება აღფრთოვანებას, ვაუ, რა მაგარი კაბაო. თუ ის თავის ან თავისი და ქალის შემზარავ ისტორიას გიყვება, შენგან ელოდება გაფიქრებულ სახეს და გაკვირვებას. თლა უკეთესი თუ კიდევ უფრო უარეს ისტორიას აქეთ მოუყვები. თუ მის ცხოვრებაში რაღაც სტრესული ხდება და განიცდის, ის შენგან მხარდაჭერას ელოდება, რომ გამოიყვანო მაგ სტრესული მდგომარეობიდან. ანუ აზრი იმაშია, რომ შენ უნდა იყო ქალისთვის საჭირო და სასარგებლო პიროვნება. და მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნევს ის იმას, რომ შენ გაქრი, მხოლოდ ამის შემდეგ მოგწერს ხოლმე ის პირველი. ანუ თქვენი ურთიერთობა უნდა იყოს ფუნქციონალური. ასე მუშაობს 2025 წელს ურთიერთობები და ამას თვალი უნდა გაუსწორო. თუ ქალს მოსწკინდა, ის იმას მიწერს, ვინც მას გააცინებს და გაართობს და არა იმას, ვინც დააიგნორებს. თუ ის ცუდად გრძნობს თავს, მიწერს იმას, ვინც შეძლებს მის დაწყნარებას. თუ მას პრობლემები შეექმნა და ვერ ხვდება როგორ მოაგვაროს, მიწერს იმას, ვინც უფრო ჭკვიანია და დაეხმარება მაგ პრობლემების მოგვარებაში. სინამდვილეში ეს ყველაფერი ის ყველასთვის ნათელი მაგალითები, რაც რატომღაც გვავიწყდება ხოლმე. ქალი ემოციურად ადამიანს არ იჯაჭვება, ფუნქციონალს იჯაჭვება. შენ ქალის ქვეცნობიერისთვის არ ხარ ადამიანი, შენ ხარ ფუნქციონალი. ანუ ის ეჯაჭვება იმას, რასაც შენ ფლობ და რისი გაცემაც შეგიძლია. თუ თქვენი კონტაქტი პრიმიტიული ფრაზებისგან შედგება, როგორიცაა როგორ ხარ, რა ხდება შენკენ, სამსახურში როგორ მიდის საქმეები, ოჯახში როგორ ხართ და რაღაც ამგვარი თუა. ასეთი მიმოწერის ფარგლებში ქალისთვის თავის შეყვარების შანსი არის ნული. და აქ არც დისტანცია, არც პაუზა და მით უმეტეს არც იგნორი არ გიშველის. თუ ქალი შენ პირველი არ გწერს, ან თუ ძალიან იშვიათად გწერს, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ მისი ემოციური დაკვეთები არ დაგიფარავს. დისტანცია კი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ეგ საბაზისო დაკვეთები უკვე დაფარული გაქვს. ამიტომ, როდესაც დაასრულებ ქალთან დიალოგს, დაუსვი შენს თავს შემდეგი კითხვა. ჩვენი ამ კონტაქტიდან რა მიიღო ქალმა? თუ შენი პასუხი არის უბრალოდ ვილაპარაკეთ, ესე იგი არაფერი არ მიუღია. ხოლო თუ შენ გააცინე ქალი, ესე იგი გამოიღო მასში დოფამინი. თუ მხარი დაუჭირე, გამოიღო ოქსიტოცინი. თუ პრობლემა მოუგვარე, გამოიღო სეროტონინი. გასაგებია, რომ ბიოქიმიურ ენაზე ყველაფერი ცოტა უფრო რთულად არის ახსნადი, მაგრამ მე ბიოქიმიას არ გიხსნი, მექანიზმს და შინაარსს გიხსნი. შინაარსი კი ის არის, რომ ჩვენი სიტყვებით და რეაქციებით ადამიანის ნეირომედიატორებზე ვახდენთ გავლენას. ახლა კი წარმოიდგინე ასეთი ფუნქციონალური ურთიერთობის შემდეგ უცებ რომ გაქრე, რა ხდება ქალის ბიოქიმიაში ამ დროს. რა და თავისთავად ეწყება ნეირომედიატორების ლომკა. წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება. ქალი გწერს, რომ დღეს უფროსმა უღრიალა და უსამართლოდ მისცა შენიშვნები და ამიტომ ცუდ ხასიათზეა. არაფუნქციონალური ურთიერთობის მაგალითი იქნება თუ შენ ეთქვი, რომ კი მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, არა უშავს, ყველა სამსახურში ეგრე ხდება, უნდა მოითმინო და დაიკიდო რა. ეს არის ფუჭი წინადადებების სიტყვების რახარუხია. მაგრამ თუ შენ ეთქვი, რომ ვიცნობ ეგეთ კაცებს,
სავარაუდოდ ცოლი ჰყავს ბოდიბილდერი, რომელიც სახლში მას ბიცეპსით აღრჩობს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ იატაკს აწმენდინებს კბილის ჩოთკით. ხოდა ცოლზე გამწარებული მოდის და ხელქვეითებზე ავლენს მაგუაზრო აგრესიას. ხომ ხვდები, რომ მისი მაგუაზრო ღრიალის დონე პირდაპირ პროპორციულია ლოყაში მიღებული სილების რაოდენობასთან, რომელიც წუხელ ცოლისგან ეღირსა. ამიტომ გაგებით მოეკიდე ცოდო ამ ასეთი კაცი. აი ასეთი ტექსტით შენ ქალს აძლევ მაგ მოვლენის სასაცილო ვიზუალიზაციას და მის ფოკუსს ოდნავ აკორექტირებ. გასაგებია, რომ სხვადასხვანაირად არის ამის გაკეთება შესაძლებელი და საქმეც მაგაშია, რომ შენით უნდა იპოვოს სწორი სიტუაციური მიდგომა. რადგან შემდეგზე, როდესაც მისი უფროსი მორიგჯერ უღრიალებს, მას შენი ხუმრობა გაახსენდება, მას შენ გაახსენდები. და ზუსტადაც ეს არის ფუნქციონალური ურთიერთობის მაგალითი. ხოლო თუ შენ არაფერი ღირებული არ მიგიცია ქალისთვის, თუ უბრალოდ გაჩუნდი და დისტანციაზე გახვედი, ქალში ირთვება თავდაცვის მექანიზმი. არ გინდა და ნუ გინდა, არაფერ ღირებულს არ კარგავს. იმედი მაქვს, ახლა მაინც ხვდებით თანამედროვე ქალი რატომ ეკონტაქტება ერთდროულად ბევრ მამაკაცს. მის ინბოქსში არის კლოუნი ნიკუშა, რომელსაც მაშინ მიმართავს, როდესაც მოსწყინდება. დრამატიზატორი გიორგი, რომელთანაც შეუძლია რომ იწუწუნოს ხოლმე. აღფრთოვანებული დათო, რომელიც ყოველ დილას წერს შენ ხარ ქალღმერთიო. ფანატიკოსი სანდრო, რომელიც პირველი უბულებს ყველა მის სტორის. კომპლიმენტების მეფე ლევანი, რომელიც საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების ამაღლებაში ეხმარება. მონა მორჩილი ზაური, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რასაც ქალის თხოვს. ტაქსისტი მიშკა, რომელიც მზად არის ყველგან გაიყვანოს. და ირაკლი, კაცი ხალიჩა, რომელსაც ფეხებს შეაწმენს ხოლმე. მაგრამ ამათგან არც ერთს არ განიხილავს ქალი როგორც სამომავლო პარტნიორს. იმიტომ რომ ყველა მათგან საკმაოდ შეზღუდული ფუნქციონალი აქვს. ანუ თუ შენ აკეთებ რაღაც ერთს, მაშინ დიდი ალბათობით ქალი შენ არ აგირჩევს. ხოლო როდესაც მას ხვდება მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად შესრულება შეუძლია, ის დაუფიქრებლად ირჩევს მას. და როდესაც მამაკაცი ურთიერთობის საწყის ფაზაზე ხელმიუწვდომელ მაგარ ტიპს თამაშობს, ეგ უბრალოდ სიგიჟეა. ეგ სტრატეგია არის უშუალოდ ღიად წარმატებული და ან მატერიალურად მდიდარი მამაკაცებისთვის, რომლებსაც დასამტკიცებელი არაფერი აქვთ. ანუ ეგ სტრატეგია მუშაობს მხოლოდ იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ღიად ჩანს, როდესაც ყველასთვის გასაგებია, რომ შენი ობიექტური მნიშვნელობა რამდენიმე საფეხურით აღემატება ქალის ობიექტურ მნიშვნელობას. ხოლო დანარჩენმა ყველამ, ანუ უმრავლესობამ, უნდა იპახაოს ჩაჩი, რომ შედეგი მიიღოს. ვიღაცა აუცილებლად იტყვის, რომ ეს ყველაფერი უსამართლობაო. გეთანხმები მეგობარო, უსამართლობაა. მაგრამ უსამართლობაას ძახილი არაფერს შეცვლის. უბრალოდ ასეა მოწყობილი თანამედროვე ურთიერთობის ბაზარი. მამაკაცი სთავაზობს, ქალი კი ირჩევს. და შენ ან ისწავლი ამ ბაზარის წესებს და მექანიზმს და საშენოდ გადააკონვერტირებ ვითარებას, ან იჯდები და იწუწუნებ უსამართლოაო. თუ გინდა რომ ერთიანი, კონკრეტული და კონცენტრირებული ინფორმაცია მიიღო, შენთვის მაქვს დახურული ვიდეო კურსები. ქალის გაცნობა ძლიერი პოზიციიდან, სასტარტო მესიჯების ლოგიკა და პირველი პაემანი. ვიდეო კურსების კატალოგის ბმული ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია. შესაძენად მომწერე WhatsApp-ზე.